მოგესალმებით ღამის საუბრების მაყურებელსა და მსმენელს გულისხმობს საზოგადოებრივი რადიოთი. მე მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი სტუმარი გახლავთ თამრიკო ჯაფარიძე, რომელიც წლების განმავლობაში ცხოვრობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. მისი მეუღლე თედო ჯაფარიძე, თქვენ ჩვენებად იცნობთ მას, გახლავთ მასში ელჩი, საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში. თამრიკო, დიდი მადლობა რომ დათანხმდი. თქვენ მადლობა ჩემი მოწვევისთვის. მე ხლავე გეტყვით რატომ მოვიწვიეთ თამრიკო დღეს. თამრიკო მე მოვიწვიე იმისათვის, რომ ჩვენ ერთობლივად გიამბოთ ერთი ძალიან ლამაზი ეპიზოდის შესახებ, ლამაზი ისტორია ქართულ-ამერიკული ურთიერთობებიდან. მოქმედების ადგილი გახლავთ სვანეთი, მოქმედების დრო 1926 წელი. საქმე ის გახლავთ, რომ 1926 წელს სვანეთში იმოგზაურა ამერიკელმა ცოლ-ქმარმა, გვარად ვასერმანებმა, უილიამმა და მერიონმა და მათ არ უბრალოდ იმოგზაურეს, არამედ ფილმიც კი გადაიღეს ამ მოგზაურობის შესახებ. ჩვენ დღეს ამ ფილმსაც ნახავთ. მაგრამ სანამ უშუალოდ ამ მოგზაურობის შესახებ ვისაუბრებთ, მე მინდა თვითონ ფილმის, ესე იგი, ისტორია გიამბოთ და ვკითხოთ თამრიკოს, თუ როგორ ჩაუვარდა ხელში მას ეს ფილმი და სწორედ თამრიკო მოგვაწოდა ჩვენ ეს ფილმი და რა ისტორია დაკავშირებული უშუალოდ ამ ფილმთან. როგორც მოგეხსენებათ, ჩემი მეუღლე და მე 8 წლის განმავლობაში ვიმყოფებოდით ამერიკის შეერთებულ შტატებში და ბუნებრივია ამ 8 წლის განმავლობაში უამრავი მეგობარი შევიძინეთ. ჩვენი მეგობრების რიგს განეკუთვნებოდა და დღესაც მეგობრობთ ტელბოტების ოჯახთან. მოგეხსენებათ, სტროუპ ტელბოტი გახლდათ იმ წლებში მედლენ ოლბრაიტის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე. ერთ საღამოს დაგვირეკა სტროუბის მეუღლემ, ბრუკ შერერმა და მიგვიწვია სახლში. ეხლა ჩვენი მიწვევის მიზეზი, ერთ-ერთი მიზეზი ის გახლდათ, რომ ბრუკი იყო ჩართული და ძალიან აქტიურად იყო ჩართული ერთ-ერთ პროგრამაში, რომელიც ხორციელდებოდა საქართველოში. ეს იყო ამერიკის შეერთებული შტატების მიერ განხორციელებული საქართველოსთვის დახმარების პროგრამა. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. თუ არ მეშლება ეს რაღაც ბორჯომ ხარაგაულის პარკს ეხება. ეს ეხებოდა ნაციონალური პარკების, საქართველოში ნაციონალური პარკების შექმნის და მათი დაცვის პროგრამას. და ბრუკი ერთ-ერთი ძალიან აქტიური წევრი იყო. ამ საქართველოში მოგზაურობის დროს ბრუკმა თვითონ გადაიღო ფირი, ვიდეო ფირი და ეს ფირიც უნდა გვენახა იმ საღამოს. ჩვენ რა თქმა უნდა სიამოვნებით დავთანხმდით, წავედით. ჩვენთან ერთად მიწვეული იყო ქალბატონი მარი რიდერი. ცოტას გიამბობთ მარის შესახებ. ადრე ისე შორიდან ვიცნობდით ამ ქალბატონს, რომელიც არის ვაშინგტონის ერთ-ერთი გავლენიანი ადამიანი და გავლენიანი ოჯახიდან გამოსული ქალბატონი. მისი ოჯახი საგამომცემლო საქმით იყო დაკავებული. მინდა გითხრათ, რომ მისი მეუღლე ერთ-ერთი დამფუძნებელი და მფლობელიც კი იყო ვაშინგტონ პოსტის. ცნობილი გაზეთის. ძალიან ცნობილი გაზეთის. ეს დემოკრატების გაზეთია. დემოკრატების გაზეთია და მარიც ძალიან პრინციპული დემოკრატი ქალბატონია. საღამო მშვენივრად ჩაიარა, ვნახეთ ბრუკის გადაღებული ფირი, ძალიან საინტერესო სხვათა შორის. და იცით უკვე ისიც იყო უნდა დავშლილიყავით და სახლებში წავსულიყავით, მარიმ ძალიან მშვიდად და წყნარად თავისი ხელჩანთიდან ამოიღო რაღაც ფირი და შემოგთავაზა, იცით სტროუპს მიმართა და უთხრა, რომ მე ვფიქრობ, რომ თქვენი ქართველი მეგობრებისთვის საინტერესო იქნება ეს ფირიც. რა თქმა უნდა დავსხედით ისევ ყველანი და წარმოიდგინეთ ახლა ჩვენი გაოცება, როდესაც შავ-თეთრი ფირი გამოჩნდა. ვიცანით რაღაც მშობლიური. იცით ქუთაისი ჩანს იქ 1926 წელს გადაღებული. ეს იყო მაინც ეს 1926 წლის. ესე იგი 26 წლის საქართველოს სვანეთი და ბოლოს უშგული. საოცარი შთაბეჭდილება. და გაირკვა რომ ესე იგი მარიმ თქვა რომ ეს არის სწორედ მისი მშობლების მიერ გადაღებული. გაირკვა რომ მისმა მშობლებმა, უილიამ ვასერმანმა და მერიონ ვასერმანმა იმოგზაურეს საბჭოთა კავშირში, ანუ ჩავიდნენ მოსკოვში, ეს ნეპის პერიოდის მოსკოვში და შემდეგ უკვე კავკასიაში და მის ყველაზე უფრო ეგზოტიკურ ნაწილში სვანეთში. ძალიან საინტერესო. ახლა ჩვენ ცოტა ხანში მოუყვებით ამ ისტორიას უფრო დაწვრილებმა. მე მაინტერესებს როგორ ჩაუვარდა თვითონ რო აღმოჩინა ეს ფირი თვითონ მერი რიდერმა, ანუ ამ ვასერმანების ქალიშვილმა. მარის თავისი ვერსია აქვს. ხო, ძალიან საინტერესო ისტორია რამოსნეს. ძალიან ბევრი გვაციდა ამასთან დაკავშირებით.
მერი ასე გვიამბობს, რომ ერთ-ერთი საღამო მის ოჯახში იმართებოდა, სადაც სტროუპტელბოტი იყო მიწვეული თავის მეუღლესთან ერთად. მაგრამ ის იყო ძალიან ისეთი შინაურული, ასე ვთქვათ, ვახშამი. და ამიტომ სტრობი თავის ძაღლთან ერთად ძაღლი, ერთ-ერთი ოჯახის წევრი, წაიყვანეს სტუმრად. მერისაც ყავს საკმაოდ მოზრდილი ძაღლი. და ეს ძაღლები იმისთვის, რომ არ შეეშალა ხელი მათი საუბრისთვის, ჩაუშვეს სარდაფში. და სარდაფიდან რაღაცა ნახევარი საათის შემდეგ დაუშვათ, გაისმა საშინელი წყუბის და დიახ. და მერი თხოვა სტრობს, რომ სტრობი ჩასულიყო სარდაფში და ენახა რა ხდება. რა თქმა უნდა, სტრობი ჩავიდა, გააშველა ეს ძაღლები, მაგრამ აღმოჩნდა ოთახში, სადაც მერი ინახავს თავისი მარი უფრო სწორედ ინახავს თავისი მამის უილიამ ვასერმანის არქივებს. იქ არის ფოტოარქივები, მასალა, რომელსაც ეს მოგზაური იყო, გარდა იმისა, რომ ბანკირი იყო თავისი სპეციალობით. და აღმოჩნდა აი ამ საოცარ ოთახში. და დაიწყო ამის თვალიერება მასალის. და რადგანაც მაშინ მისი თანამდებობის შესაბამისად ეხებოდა მას ყოფილი საბჭოთა ქვეყნები და მათ შორის საქართველოც, დაინახა ფირი, რომელზეც ეწერა მოგზაურობა საქართველოში, trip to Georgia. ამით დაინტერესდა და გამოიღო ეს. შემდეგ უკვე გადაიტანეს ეს, რა თქმა უნდა, კინოფირზე. 8 მმ-ზე ალბათ, 16 მმ-ზე ალბათ და გადაიტანეს და შემდეგ უკვე გადაიტანეს ვიდეოზე. ნუ მარი საოცრად კმაყოფილი იყო ჩვენი ასეთი რეაქციით. იცით, აი ძალიან ძნელი გამოსახატავია საერთოდ რა დაგვემართა ამ ფირის ნახვისას. ძალიან მიხარია, რომ ქართველი მაყურებელი თქვენი საშუალებით და მადლობა კიდევ ერთხელ თქვენს არხს და თქვენს გადაცემას. უბრალოდ არა, მე უნდა მადლობა გითხრა შენ და ცედოს, რომ ეს ფირი აღმოჩნდა საერთოდ ჩვენს ხელს. ესე ძალიან საინტერესო ისტორია, ჩვენ ამაზე კიდევ ვისაუბრებთ. მე მინდა უშუალოდ ახლა აი იმ ხალხს დაუბრუნდეთ, ანუ უილიამ და მერიონ ვასერმანს, რომლებმაც 1926 წელს იმოგზაურეს სვანეთში. ამას თავისი წინა ისტორია აქვს. ერთი ვინ იყო უილიამ ვასერმანი. უილიამ ვასერმანი სხვათა შორის გახლავთ, ესე იგი, ძმის შვილი, იმ ცნობილი ვასერმანისა, ვინც შექმნა ეს ცნობილი რეაქცია, რომელიც ვენეროლოგიაში არის ცნობილი, ძალიან ცნობილი რეაქცია, ვასერმანის რეაქცია. იყო ბიზნესმენი, ახალგაზრდა ბიზნესმენი, მართლა შეძლებული ოჯახიდან, თვითონაც ახალგაზრდა ბიზნესმენი იყო და დაინტერესდა მაშინ კონცესიებით საბჭოთა კავშირში, როგორც თამრიკომ გითხრათ, ესე იგი, ეს იყო ნეპის პერიოდი, ანუ ახალი ეკონომიკური პოლიტიკის პერიოდი, როდესაც საბჭოთა მთავრობა დაინტერესებული იყო მყარი ვალუტის შემოტანით ამერიკის შეერთებული შტატებიდან უპირველეს ყოვლისა და ძალიან ბევრი ამერიკელ ბიზნესმენს აძლევდა კონცესიას, ანუ ეს შეღავათიან პირობებში რაღაცა ბიზნესში ფულის დაბანდების და ბიზნესის წარმოების საშუალებას აძლევდა. აი უილიამის დაინტერესდა ამით, მით უმეტეს სტუდენტობიდან იგი საერთოდ შეყვარებული იყო რუსეთში, თვითონ როგორც წერს თავის მემუარებში, რომ ტურგენევის რომანებიდან გაიცნო მან რუსეთი უპირველეს ყოვლისა, ტურგენევის რომანები და რუსეთი მაინც სხვანაირი ჩანს ძალიან მიმზიდველი და ლამაზი, ისედაც და ყოველთვის უნდოდა რუსეთის ნახვა. ამავე დროს იგი დაინტერესებული იყო შუა აზიითაც. იმიტომ რომ შუა აზიის შესახებ წაიკითხა მარკო პოლოს მოგზაურობის ციკლში, სადაც მარკო პოლო აღწერს რაღაც უცნაურ ცხოველებს, ვეება გარეულ ცხვარს, ოვის პოლი ქვია ვეება გარეულ ცხვარს და რომელსაც ნადირობა უნდოდა უილიამ ვასერმანს ყოველთვის. მოგრეთ რამოდენიმე მეგობრის წყალობით მან მიიღო რა შესაბამისი სარეკომენდაციო წერილები და წამოვიდა მეუღლესთან ერთად მოსკოვში. ხო კიდე ახლა ვინ იყო მეუღლე უილიამ ვასერმანის, მერიონი, წარმოშობით ფრანგი გახლდათ. საკმაოდ ლამაზი ქალი იყო. საკმაოდ ასევე ძალიან მდიდრული ოჯახიდან, მამამისი იყო გამომცემელი უდიდესი ინგლისურენოვანი გაზეთისა შორეულ აღმოსავლეთში, Japan Advertiser ერქვა და შემდეგ დიპლომატიურ სამსახურშიც იყო იქ. მერიონში, სანამ მერიონ გაცხოდებოდა პარიზში, მასში იყო შეყვარებული დიდი ფრანგი პოეტი და შემდგომში ნობელის პრემიის ლაურეატი სენ-ჟონ პერს, მოდერნისტი პოეტი გახდა. ასეთი მან ხელიც კი სთხოვა მერიონს, მაგრამ მერიონმა უარი უთხრა და გაყვასროლად უილიამ ვასერმანს. ამ შემთხვევაში ქალური ლოგიკა ჩვენთვის ნაკლებად გასაგებია ამ შემთხვევაში. მაგრამ როგორც ჩანს, მართლა ესენი ძალიან შეხმატკილებული წვილი იყვნენ, იმიტომ რომ 90 წლამდე ძალიან ღრმა სიბერემდე ერთად იყვნენ საოცრად. და რა თქმა უნდა, მათ ისეთი გამოცდა გაიარეს ამ მოგზაურობის დროს, რომ იქ რაღაცეები კიდე უფრო, ასე ვთქვათ, დაახლოებდა მათ ერთმანეთთან. მოგლეთ, ვასერმანები წამოვიდნენ მოსკოვში ჯერ. ისინი ძალიან მაღალ დონეზე მიიღეს, საგარეო საქმეთა სამინისტროს დონეზე, ლიტვინოვი იყო მაშინ საგარეო საქმეთა მინისტრი. იმიტომ რომ იმეორებ, ყველას აინტერესებდა ამერიკული თანხების მოზიდვა
მაშინდელ საბჭოურ ეკონომიკაში, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. თუმცა ნეპის დროს ეს ყველაფერი გამოსცდა. და აი ლიტვინოვთან შეხვედრისას უილიამ ვასერმანი მაშინ ერთად დაამთავრეს ლაპარაკი კონცესიებზე. თქვა რომ მე მინდა შუა აზიაშიც ვიმოგზაურო თუ შეიძლებაო სანადირო და ასე შემდეგ და მოუთხარ რომ არ გიჩვევ თუ შუა აზიაში გამგზავრებას, იმიტომ რომ ჯერ სიტუაცია არ დაალაგებულა, ჯერ კიდე ომები მიდის. იგულისხმებოდა ბრძოლები ბასმაჩებთან, აი თურქესტანის ტერიტორიაზე და ლიტვინოვმა პირიქით ურჩია წამზადეთ კავკასიაშიო. კავკასია ყველაზე ლამაზი კუთხეა საბჭოთა კავშირისა, ყველაზე წყნარი მშვიდი და თქვენი დაამოგეწონებასო. დაინტერესდა ვასერმანი ამითი და შესაბამისი ასე სარეკომენდაციო წერილებით გამოემგზავრა თბილისში მეუღლესთან ერთად. ახლა სანამ თბილისში ჩამოვიდოდა, ისინი გაჩერდნენ კისლოვოდსკში. კისლოვოდსკში გაჩერდნენ და ერთხელაც ვახშმობდნენ, საღამოს ვახშმობდნენ კურზალში, საკურორტის ზალ, ერქვა ეს რესტორნები იყო ეს საკურორტო. და მიმტანი ქალი, რომელიც მათ ემსახურებოდათ, შეათვალიერა, ვიდრე დაუკვირდა, რომ ხელები ამ ქალს არ აქვს ისეთი, ასე თუ პროლეტარული და ასე თქვა, გლეხური, საკმაოდ ლამაზი ქალი იყო და ძალიან დახვეწილი ხელები ქონდა და მეუღლემაც მიანიშნა, ნახე რა ხელები აქვს, ამ ქალს სულ არ გავს კოლმეურნესო. გამოესაუბრნენ ამ ქალს და ფრანგული შესანიშნავი ფრანგულით ამ ქალმა მომბო, ესე თუ ვინ არის იგი, მისი სახელი გახდათ ნადია და უთხრა რომ მე ვარო საქართველოს უკანასკნელი გენერალ-გუბერნატორის ქალიშვილიო. ვარი ამ შემთხვევაში ვერ გავარკვე, იმიტომ რომ ისე თბილისის გენერალ-გუბერნატორი უნდა ყოფილიყო, ან კავკასიის მთავარგამგებელი. ყოველ შემთხვევაში ამ შემთხვევაში მე მიჭირს გავიხსენო, ვინ იყო ერთ-ერთი მათგანი. ყოველ შემთხვევაში ნადიამ თავისი თავი წარუდგინა ესე. ისინი დაახლოვდნენ კისლოვოდსკში ყოფნის დროს და პატარა თავისებური გრძნობას კი გაჩნდა უილიამ ვასერმანსა და ნადიას შორის. თავის მოგონებებში უილიამი წერს, რომ რაღაც სამკუთხედისავი წყალივდებოდაო ჩვენ შორის, მაგრამ ეს სამკუთხედი უცებ იქცა 4 კუთხედადო. იმიტომ რომ თბილისში რომ ჩამოვიდნენ და ნადია წამოყვა მათ თბილისში, ნადიამ თბილისში მათ გააცნო ერთი ძალიან კოლორიტული და საინტერესო პიროვნება. თვითონ უილიამ ვასერმანი თავის მემუარებში წერს, რომ ის იყო ძალიან ტანადი, ახოვანი, წვეროსანი თავადი. სახელად შაქრო შანშიაშვილი. შაქრო შანშიაშვილმა ასე წარუდგინა თავისი თავი, რომ რევოლუციამდე მე ვიყავიო საქართველოს უდიდესი მიწათმფლობელი. შემდეგ დამოუკიდებლობის პერიოდში ვიყავიო საქართველოს პირველი პრეზიდენტი და ამჟამად ტაქსისტად მუშაობ. მოეთყობა შაქრო მოახერხა და მოხიბლა ეს წყვილი ვასერმანებისა, დაუახლოვდნენ ისინი ერთმანეთს და საღამოობით ისე ვახშმობის დროს შაქრო გვიყვებოდა საქართველოს წარსულზე, რომ ეს არის ქვეყანა, ცივილიზაცია და ესე იგი ზაჯვარედი ნალაგას მდებარე, რომ აქ მოდიოდნენ ყველანი დამპყრობლებიც, ვაჭრებიც, ჯვაროსნებიც კი და ასე შემდეგ, ორ ბოთლინოს სვავდაო. და სწორედ შაქრომ უხსენა ვასერმანებს სვანეთი. უთხრა რომ არსებობს ესეთი ულამაზესი კუთხე სვანეთი, სადაც ხალხი ცხოვრობს ჯერ კიდე ადრეული შუა საუკუნეების ადათ-წესებით, ეს არის სამხედრო კოშკების და საინტერესო არქიტექტურის ქვეყანა და აი სვანეთი უნდა მოინახულოთ. ეს ჩარჩა მეხსიერებაში უილიამ ვასერმანს და მეორე დღეს იგი ხვდებოდა ელიავას, მაშინდელი საქართველოს პირველი კომპარტიის თავკაცს, ასე ვთქვათ. მათ ისაუბრეს კონცესიებზე და ასე შემდეგ და ამ საქმიანი საუბრის შემდეგ ბილ ვასერმანი ეკითხება ელიავას, თუ შეიძლება რომ სვანეთში ვიმოგზაურო, სვანეთში ავიდეთო მე და ჩემი მეუღლე და მოუნახულოთ ის ხარეო და ელიავას გაეცინა. რაში გჭირდება, რაში გაინტერესებსო და არ მე მსმენიაო ბევრიო ამ კუთხეზეო და ეხლა რამოდენიმე წლით ადრე, 2 წლით ადრე სვანეთში არ იყო თლად დაალაგებული სიტუაცია, იმიტომ რომ 24 წლის ესე იგი ამ გამოსვლებთან დაკავშირებით იქაც სიტუაცია გართულდა და წინა წელს იქ სამხედრო ექსპედიციაც კი ჩავიდა, მაგრამ იმ დროისათვის სიტუაცია უკვე დააშოშმინეს და ელიავა ურეკავს, ტირებს ტელეფონს და ურეკავს თბილისის უნივერსიტეტის პროფესორს გიორგი ნიკოლაძეს. მე შეგახსენებთ ვინ არის გიორგი ნიკოლაძე, იგი იყო შესანიშნავი მათემატიკოსი, ერთ-ერთი პირველი კიბერნეტიკოსი, კიბერნეტიკა მასე ჯერ კიდე რაღაც ჩამოყალიბების სტადიაში იყო და მას უკვე ჰქონდა ნაშრომები კიბერნეტიკასთან დაკავშირებით. ეს იყო პირველი ქართველი ესე სერიოზული სპორტსმენი, რომელმაც დააარსა პირველი სპორტული კლუბი, პირველი სპორტული კლუბი, რომელსაც ერქვა შევარდენი. აი ვაკეში რომ სტადიონია, იქ იყო მათი ბაზა. ამავე დროს როგორც მე მითხრეს, იგი იყო ერთ-ერთი პირველი ქართველი ავიატორიც.
და ხო და რაც ყველაზე საინტერესოა, გიორგი ნიკოლაძე გახდა პირველი ქართველი, რომელიც შორტებში დადიოდა. რისთვისაც უნივერსიტეტიდან გარიცხეს. ივანე ჯავახიშვილმა. თავის დროს. ივანე ჯავახიშვილმა, რისთვისაც იგი გააგდო უნივერსიტეტიდან, პროფესორი იყო უნივერსიტეტის. მოკლედ ელიავამ ეუბნება გიორგი ნიკოლაძეს, რომ შენი ყავი მაშინ იმ ექსპედიციას გაყები როგორც ანთროპოლოგიო. ესე იგი, იქ ნიკოლაძეს ასეთი დატვირთვაც ჰქონდა გარდა მათემატიკის, ესე იგი ანთროპოლოგიის და ეთნოლოგიის საკითხებითაც იყო დაინტერესებული. და მას კარგად იცნობდნენ სვანები მაშინ და აი ჩემთან არის ამერიკელიო, რომელსაც უნდა სვანეთის მონახულებაო და გაყევიო. ნიკოლაძე სიამოვნებით დათანხმდა ამ ესე იგი ექსპედიციაში მონაწილეობაზე და შეიკრა ესეთი პატარა გუნდი, ესე იგი ცოლქმარი ვასერმანები, შაქრო შანსიაშვილი და პროფესორი გიორგი ნიკოლაძე და იწყება სამზადისი სვანეთში გასამგზავრებლად, ანუ ექსპედიციის მომზადება. ნუ პირველი რაც გადაწყვიტა ბილ ვასერმანმა, მან გარკვეული თანხა მისცა შაქრო შანსიაშვილს, რომ მას შეეძინა აუცილებელი, ასე ვთქვათ, აღჭურვილობა ამ ექსპედიციისთვის, ნუ მაშინ ძალიან მარტივად იყო ეს ყველაფერი, ორი ნაბადი უნდა იყიდა და რაღაც საჭუქრად მიქონდათ თუ გახსოვთ 4 დიდი საზამთრო. ხო, ეს საოცარია, ხო. იმიტომ რომ სვანებისთვის უცნაური ხილი იყო, უცხოხილი იყო, აბსოლუტურად სვანეთში ესა და ჩვენ გვინდა ეს 4 საზამთროც მიგვერწმია სვანებისთვისო. მაგრამ სანამ ესე იგი ეს ყველაფერი დაიწყებოდა უშუალოდ ექსპედიცია, ესე იგი მანამდე, ესე იგი შაქრო დაევალა გარკვეული თანხის მეშვეობით შეეძინა ეს ყველაფერი და იმ საღამოსო ბილ ვასერმანი წერს თავის მომგონებაში, მე ბრუნდები სასტუმროშიო ვიცი რომ დამხდეს უკვე ყველაფერი მომზადებული ამისთვის და შევდივარ ოთახში და ხედავ ჩემი მეუღლე ზის და იყურება ისეთი სახით, აი როგორც კატა რომელმაც ეხლახანს გადასანსლა იადონიო ეს სიტყვას ერთით ასე წერს და მთელი ოთახი სავსეა ყვავილებით. ვარდებით არის მოფენილი მთელი ოთახი, ესე წევა არ არის იქა. და კარებზე წარწერაა შაქროს ხელით, რომ მე ესე იგი გადავწყვიტე რომ აი ესეთი სიურპრიზი გამეკეთებინაო თქვენი მეუღლისთვისო და აი ეს თანხა რომელიც თქვენ ასე თქვა მომეცით ამისიდან და დავხარჯე მთლიანად ყვავილებზე. ეს ჩემზე იყოსო, დაუწერო ვალი მაქვს თქვენიო და აი ესე დახარჯა საექსპედიციო ასეთი რაინდული ჟესტით. მე კიდე ვიტყოდი რომ ამერიკული ფინანსების არაბიზნობრივი ხარჯვის პირველი ნიმუში ეს იყო მე მგონი საქართველოში 1926 წელს შაქრო ერთ-ერთი პიონერი იყო. ნუ ბილ ვასერმანი შეძლებული კაცი იყო, მან შეძლო გარკვეული თანხების მოძიება კიდე რომ ექსპედიცია მაინც შემდგარიყო და ისინი გაემართნენ სვანეთში. მოდით ახლა ვნახოთ თვითონ აი ეს ვიდეო მასალა, ეს ფირი, რომელიც მათ გადაიღეს ამ ექსპედიციის მსვლელობისას და შემდეგ გავაგრძელოთ ჩვენი საუბარი. ფილმსთან ერთვის ტიტრები, პირველი არის ექსპედიცია სვანეთში, საუკუნეებში დაკარგულ მსოფლიოს უძველეს რესპუბლიკაში, რომელიც ხელახლა იქნა აღმოჩენილი ვასერმანების მიერ 1926 წლის ზაფხულში. შემდეგი ტიტრი სვანეთი კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე მდებარეობს, კასპიისა და შავ ზღვას შორის, სპარსეთისა და თურქეთის ჩრდილოეთით და შეადგენს საქართველოს რესპუბლიკის ჩრდილოეთ ნაწილს. ბუნების ძალამ სვანეთი თოვლით დაფარული მთების ციხესიმაგრეში მოაქცია, სადაც შეღწევა წელიწადში მხოლოდ 6 კვირის განმავლობაშია შესაძლებელი. სვანეთში მისასვლელი გზა არ არსებობს, ამიტომ ჩვენი მოგზაურობა მდინარის კალაპოტის გაყოლებით და უკვე გაკვალული ბილიკებით უნდა დაგვეწყო. ახლა ჩვენ ნახავთ შესანიშნავ კადრებს. ქართველი მღვდელი გზას ულოცავს ექსპედიციას ადრეული ხანის ქრისტიანული ტაძრის ნანგრევებიდან. შესანიშნავი კადრები კინემატოგრაფიული თვალსაზრისით, რომელიც თქვათ იგივე მიხეილ კალატურიშვილსაც მოეწონებოდა ჯიმ შვანცეზე მუშაობის დროს. როგორც ჩანს ეს მაინც ბაგრატის ტაძართან ხდება. ეხლა როგორც ჩანს ოპერატორი თვითონ სთხოვს მოძღვარს რომ ადგილი დაიკავოს აი შესასვლელში. ბრწყინვალე კინემატოგრაფიული კადრი სიშავის ფონზე, როგორ დამოძღვრავს ექსპედიციის მონაწილეებს. შემდეგ ტიტრია ქუთაისი და აქ შეცდომა აქვს, წერია ქუთაისი, სამეგრელოს ძველი დედაქალაქი, რომელიც სახელგანთქმულია მისი ქალების სილამაზით. ახლა ჩვენ ხედავთ ქუთაისს, ეს არის თეთრი ხიდიდან გადაღებული კადრები.
ჩვენი ექსპედიცია დაიწყო, გითხულობთ ამ ტიტრში, პირველი 40 მილი ეტლით გავიარეთ, აქ წერია მდინარე კოლხის გასწვრივ, მიგულისხმება რიონი ამ შემთხვევაში, რომელსაც ჯერ კიდევ ძველი ბერძნები იცნობდნენ, როგორც ოქროს ვერძის სამშობლოს. თეთრხიდზე გამოჩნდებიან ჩვენი ექსპედიციის წევრები. აი, ჩანს ეს ეტლი. ეს არის მერიონ ვასერმან თეთრ ქუდში და ძინუზის ბატონი შაქრო. რომელიც ახლა ცუდად ჩანს, მაგრამ მე ვიქეთ გამოჩნდება. აი ბატონი შაქრო. ეს არის მერიონ ვასერმანი. ეს ტიტრი გვაუწყებს, რომ ეს არის პირველი ბანაკი სვანეთისკენ მიმავალ გზაზე, კავკასიონის ძირში და ქალბატონ ვასერმანებთან ერთად ექსპედიციის წევრია თბილისის უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი ნიკოლაძე. ექსპედიცია 2 დღის განმავლობაში მდინარის კალაპოტის გასწვრივ ადიოდა პირველი ბარიერის ციცაბო ასასვლელის გამოჩენამდე. გითხულობთ ამ ტიტრში. ახლა გამოჩნდება გიორგი ნიკოლაძეც, თქვენ დაინახავთ, იგი წელს ზემოთ შიშველის ცხენზე ძალიან ათლეტური აღნაგობა აქვს ამ მართლაც და საინტერესო პიროვნებას, როგორც თქვით, ერთ-ერთი პირველი პროფესიონალი სპორტსმენია საქართველოში, გარდა იმისა, რომ შესანიშნავი მათემატიკოსი და კიბერნეტიკოსი იყო. ეს არის ახლა შევიდა ცხენით დინარეში. სულ უფრო ზევით მიიწევენ, აი გიორგი ნიკოლაძე ისევ. კავკასიონის დიდი ქედი, რომელიც უნდა გადავლახოთ. ისინი იმყოფებიან უკვე 12000 ფუტის სიმაღლეზე. უილიამ ვასერმანი თავის დღიურში წერს, რომ ისეთ ციცაბო ალაგას გვიწევდა ხოლმე გასვლა, რომ იძულებული ვიყავით ჩამოქვეითებული ვიყავით. ყველანი თითქმის მარტო გიორგი ნიკოლაძეს ცხენზე და კიდევ ერთი მათი მეგზური დანარჩენები ყველანი ფეხით მიდიან, თუ ძალიან რთული გასასვლელი ადგილია. აი ბატონი შაქრუცკი. ეს ენგურის ხეობაა. ძალიან ლამაზი კადრი ასევე კინემატოგრაფიულად. ცხენებს ხშირად უშვებით, რომ დაესვენათ, რომ ძალიან დიდი დატვირთვა იყო მან.
დაბრუნება მერვე საუკუნეში, სვანეთი, უძველესი შუა საუკუნოვანი კოშკების სამყარო, მიწა. გამოჩნდა მურყვამები, სვანური კოშკები. ესეც უჯგული. უკან ჩანს ლამარიას ეკლესია. იქ ნიშხარა. ეს მე მგონი ამას თამარის კოშკები ქვია. თოვლიანი მწვერვალებით გარშემორტყმული რუხი კოშკების ქალაქი. გითხულობ თვითონ ტიტრს. ამოცნაური ტომის თითქმის მიუწვდომელ სამშობლოს, რომელიც ოდესღაც ჰეროდოტეს აღუწერია, ბატონი და ქალბატონი ვასერმანების ვიზიტამდე მხოლოდ 2 ევროპელი ექსპედიცია წვევია და ცნობილია, რომ ეს მხარე ფოტოფილზე არავის გადაუღია. მათ არ იცოდნენ, რომ მანამდე სვანეთს ეწვია ვიტორიო სელა და მან გადაიღო სწორედ ფოტოები, პირველი ფოტოები სვანეთისა 1916 წელს თუ არ მეშლება. სვანური კოშკი ეს არის ამ ტომისათვის დამახასიათებელი უმთავრესი არქიტექტურული ნაგებობა. აქ თვითონ ისინი წერენ, რომ კოშკი სამან 4 სართულიანია და სართულზე ერთი ოთახია, რომელზეც მოხვედრა კიბისა და შიგნიდან ჩამკეტი კარების საშუალებით არის შესაძლებელი. აქ ისევ განმარტავს ვასერმანი თუ რა არის მურყვამის დანიშნულება. ის გამოიყენებოდა როგორც ციხესიმაგრე და დღესაც ასეა, იმიტომ რომ შიდა ომები, კლანური ომები, კლანური შეტაკებები დღესაც გრძელდება. ისინი შევიდნენ უჯგულში, მერიონ ვასერმან უკან ეს არის შაქრო. სასახლისი გადმოდგა ბანზე უჯგულისა. ეს უცნაური ობელისკი მე ამჯერად ახარ მინახავს უჯგულში. უცნაური ობელისკი. ალბათ რაღაც ფალიკური რიტუალისათვის განკუთვნილი. უჯგულის მკვიდრნი. ახლა იწყება ყველაზე რთული ეპიზოდი უილიამ ვასერმანისათვის, იმიტომ რომ მას მოუწევს დალევა რახისა ყანწით და იგი წერს კიდევ, რომ ამერიკელებს ვერძის ხაში ჩასხმული არყით ათღეგრძელებენ. უჯგულის სოფლის საბჭო გულითადად ესალმება ამ პატარა ქალაქში სხვა სამყაროდან მოსულ სტუმრებს. ძალიან გაუჭირდა უილიამ ვასერმანს რახის დალევა, როგორც აღნიშნეთ. ეს არის მამას სახლისი უჯგულის. უჯგულის მკვიდრნი. ცოტა სხვა ფორმის სკუდები ახურავთ სვანური. ესენი არიან ქალები უჯგულისა. შუაში ზის მერიონ ვასერმანი ბავშვი უძის კალთაში. მართლაც დაღლილნი ჩანან. და დაიწყო ფერხული. საინტერესო ჩოხააცვია იქით. მოცეკვავე მამას სახლის სამხრეები აქვს. საინტერესო რომ ქალებთან ერთად ცეკვავენ ფერხულს.
ძალიან კაი კადრია კინემატოგრაფიულად, ცოტა შეზარხოშებულია მოცეკვავე. თქვენ ნახავთ თვითონ ვასერმანები როგორ იცეკვებენ ერთად. ამ ნორმას და არ აღვევენ, თუ ცეკვის დროს ესენებად კალთან შეხება არ შეიძლება და ამერიკელები ამ ნორმას და არ აღვევენ. აი, ვასერმანები. უილიამ ვასერმანი. აი ასე იცეკვა ამერიკელმა ცოლ-ქმარმა ფოქსტროტი უშგულში 1926 წელს თქვენ ნახეთ ეს ძალიან საინტერესო კადრები. ნუ სვანეთში მათთან ახდა შეიარაღებული ხალხიც, იმიტომ რომ მაშინ ძალიან უხიფათო არ იყო იქ მოგზაურობა და სოფელ მათი თანხლები შეიარაღებული ადამიანები იცვლებოდნენ, იმიტომ რომ სოფელ შორის სხვადასხვა სოფლებს შორის იქ მაინტრული და სისხლის აღების პრობლემები იყო და ასე იცვლებოდნენ ხოლმე ისე. ენობრივად ძალიან საინტერესო იყო, ესე იგი, უილიამ ვასერმანი ინგლისურად ეუბნებოდა რაღაცას თავის ცოლს, მერიონი ფრანგულად უთარგმნიდა ამას შაქრო ქართულად უთარგმნიდა ერთ-ერთ თანხლების და ეს თანხლების სვანურად თარგმნა ამას ყველაფერს. ნუ აქ აღწერილია სვანური ყოფა, მათი შტაბ-შტილებები, ნუ გასაოცარი ხედები ნახეს. დიდი შტაბ-შტილების ქვეშ აღმოჩნდნენ, გაუკვირდათ გარკვეული ადათ-წესების სვანური, ქალთან დაკავშირებული და ასე შემდეგ. იმასაც წერს, რომ ძალიან ლამაზები არიან სვანი მამაკაცები, მაგრამ ქალებია, რომლებიც ძალიან ბევრ შრომობენ, ეთქობა ძალიან ადრე ბერდებიანო და სამაგიეროდ ქუთაისელ ქალებზე, აი ტიპში ერთში არის, რომ ულამაზესი ქალბატონები. იქ სარანდიროთაც წაიყვანეს, ულამაზესი, ძალიან უჭირდათ პრინციპში, ავად გახდა ორივე ცოლ-ქმარი და ამ ძიმე დღეს ჩავარდნენ, მაგრამ მაინც დიდი შტაბ-შტილები დაბრუნდნენ უკან, წამოვიდნენ უკან ბათუმის გავლით. და ბათუმში, ესე იგი, დაშორდნენ მერიონ ვასერმანს, ანუ მეუღლეს, რომელიც მიდიოდა საფრანგეთში, პარიზში. სადაც პატარა მარი ელოდებოდა. პატარა მარი ლიდერი, რომელიც გავახსენეთ ხო. თუ 2 წლის იყო და ხოლო უილიამ ვასერმანი დაბრუნებული იყო მოსკოვში და იგი წერს, რომ აი განშორების სცენა, რომელიც იყო მერიონსა და შაქროს შორის, ძალიან ემოციური იყო, ცრემლები მოსდიოდა, მერიონს ეთქვა მართლა რაღაც დიდი რომანი. რაღაც გზნობა იგაჩდა მათ შორის. ასე დაშორდნენ ისინი ქართველებს, ესე იგი მერიონი წავიდა საფრანგეთში, ხოლო უილიამი დაბრუნდა მოსკოვში და მოსკოვში რო ჩავიდა, ცოტა ხანში ღებულობს დეპეშას შაქროსგან, რომ მე გიშოვეო შენ ძალიან საინტერესო კონცესიაო აქაო. მე მინდა ჩამოვიდეო მოსკოვში, გაჩვენ გიამბო ეგ ყველაფერი და ფული გამომიგზავნე მოსკოვში ჩასასვლელიო. ნუ ძალიან დიდი სიმპათიით იყო განწყობილი უილიამ ვასერმანი შაქროს მიმართ. ძმასავით შემიყვარდაო ის. ძალიან შემიყვარდაო, იმიტომ რომ ჯერთიო ამ ურთულეს დღეებში, როდესაც სვანეთში მოგზაურობდითო, მაინც ფიზიკურად ძალიან ძნელი იყო განსაკუთრებით ჩემი მეუღლისთვის, რომელიც არისტოკრატულ პირობებში იზრდებოდაო, მაგრამ შაქრო ძალიან კარგად ართობდა მერიონსო. მაგალითად უყვებოდაო თავის სასიყვარულო ისტორიებზე, რომელიც მას ჰქონდა რუსეთის დიპლომატიურ მისიაში ყოფნისას ფრანც იოზეფის კარზე, ვენაში. ეთქობა ესეც რაღაც საინტერესო დაუხადა შაქრომ. ესე რა დიპლომატიური გამოცდილებას ჰქონდა. ყოველ ძალიან მისტიური პიროვნება ჩემთვის. უნდა გავარკვიოთ იცი. აუცილებლად. ამას სერიოზული გარკვევა ჭირდება. მე მინდა ეს პატარა ეპიზოდის მოყვეთ და შემდეგ მაგ თემაზე ვილაპარაკოთ. უილიამ ვასერმანმა გაუგზავნა ფული შაქროს თბილისში, რომ ის ჩამოსულიყო მოსკოვში, მაგრამ ერთი კვირის შემდეგ ღებულობს ახალ დეპეშას, რომელიც სადღაც შუა რუსეთიდან, სადაც შაქრო ამბობს, რომ იგი დააპატიმრეს, ჩასვეს ციხეში და აქედან რომ გამოვიდეს, საამისო ფულის სჭირდება. ეს ფულიც გაუგზავნა უილიამმა და ჩავიდა მოსკოვში შაქრო, შეხვდნენ ისინი ერთმანეთს, კონცესია რა თქმა უნდა არაფერი საინტერესო არ იყო და ბლეფი იყო აბსოლუტურად. მოკლედ დადგა მათი განშორების ჟამიც და უილიამ ვასერმანმა გარკვეული თანხა მისცა შაქროს და უთქვა, აქ არის ფული, რომელიც შენ ერთისთვის სამყურო ფულს გაძლევ, რომ დაბრუნდე თბილისშიო და იშოვო შენთვის სამუშაო და ნორმალურად იცხოვრო. შაქრომ ეს ფული გამოართვა და დიდი მადლობა უთხრა და
და მშვიდობებამდე გადასცა წერილი. თუ შეიძლება ეს წერილი შენს მეუღლეს გადაეციო. ასე დაშორდნენ დღისით რაღაც საქმეები ქონდა უილიამ ვასერმანს და საღამოში ბრუნდება სასტუმროში რესტორნის გავლით უნდა ასულიყო ნომი და ხედავს რესტორანში ზის ბატონი შაქრო შანსიაშვილი ფანტასტიკური სუფრაა გაშლილი ხიზილალები ძვილი შამპანიურები თუ ნეპის დროს ეგეც ფრანგული შამპანიურით და კეიფობს მარტო გავოგნდიო მე და მივედი მართლა გავბრაზდიო და დაუწყი ჩხუბი რა შვებიო მე შენ მოგეციეს თანხა იმისთვის რომ შენ ერთი თვე გეცხოვრო და ამასობაში ფეხზე დამდგარიყავი შენ კიდე რა შვებიო ეხ ჩემო უილიამ შაქრო მოძღო მე ბოლოჯერ მომეცა შანსი რომ ისევ მეგზნო თავი თავად ინგლისურში არის პრინც თავად შაქრო შანსიაშვილათო და მე ამ შანსს არ გავუშვებ ხედა ხვალ ისევ სანაგვეზეა ჩემი და ასე დაშორდნენ ისინი და ასე თავდება ეს პატარა ასე ვთქვათ ურთიერთობა ქართულ ამერიკული იმ ეტაპზე 20 წლებში ეხლა რა შეეხება იმ წერილს რომელიც შაქრომ გადასცა უილიამ ვასერმანს მეუღლისთვის მოსკოვიდან მატარებლით მიდიოდა უკვე პარიზში სადაც მეუღლესთან შეხვდა და მასთან ახლდა ნიუ-იორკ ტაიმსის კორესპონდენტი მოსკოვში დიურანტი იყო მისი გვარი ჯეკ დიურანტი არ მახსოვს ამერიკელი იყო რომელიც შესანიშნავად იცოდა რუსული და ეს წერილი იყო რუსულად დაწერილი და თუ შეიძლება მითარგმნეო ერთი რას წერს რომ მერიონსო ეს ჩემი ქართველი მეგობარიო და ამ წერილის თარგმნა რომ დაიწყო კითხვა რომ დაიწყო ამ დიურანტი სიცილია უწყდა რა მოხდაო და ამ წერილში შაქრო წერდა რომ თხოვდა მერიონს რომ ესე იგი გაცილებოდა ქმარს ესე იგი თვითონ უკვე გაცილდა შორს თვითონ უკვე გაცილდა თავის ცოლს და რომ წაეყვანა იგი ამერიკაში და იქ ისინი ერთად იცხოვრებდნენ თბილად და ასე შემდეგ ესე ძალიან რბილად და ასე ვთქვათ ძალიან ტოლერანტულად გადაიტანა უილიამ ვასერმანმა და თავის მოგონებებში მაინც დადებითად წერს შაქროზე რომ ძალიან საინტერესო და ძალიან ეგზოტიკური პიროვნება იყო ჩვენი შაქრო შანსიაშვილი მეტიც იგი წერს რომ შაქრო შანსიაშვილი წიგნის დაუწერია მოგზაურობაზე და გამოუცია საქართველოში მე ეს წიგნი ჯერჯერობით ამინახავს თუ ეს რა თქმა უნდა სიმართლეს შეესაბამება მაგრამ შესაძლოა ვინმეს ეგულება თუ ასეთი რამ ბუნებაში მართლა არსებობს რომ ბატონ შაქროს ეს წიგნი დაეწერა და თუ ვინმეს გეგულებათ ეს მე ძალიან ბედნიერი ვიქნები თუ ეს წიგნი ასე ვთქვათ რამენაერად ძალიან საინტერესო იქნება უდაოდ საინტერესო იქნება როცა ამერიკაში დაბრუნების შემდეგ მე თუ არ მეშლება უილიამ ვასერმანმა რამოდენიმე წერილი გამოაქვეყნა ამ მოგზაურობასთან დაკავშირებით იცით ძალიან პოპულარული კაცი გახდა უილიამ ვასერმანი აი ამ მოგზაურობის შემდეგ იგი მიიწვიეს ბევრ ისეთ გეოგრაფიულ საზოგადოებაში თუ არ მეშლება ბრიტანეთის სამეფო გეოგრაფიულ საზოგადოებამაც კი მიიწვია რაც ძალიან დიდი პატივი იყო ბევრი კარი მისთვის გაიღო ამ მოგზაურობის შემდეგ რამდენადაც მე ვიცი ორი სტატია გამოქვეყნდა ერთი გამოქვეყნდა ძალიან სერიოზულ ჟურნალში Atlantic Monthly და მეორე აი ამ გაზეთში ფილადელფიიდან იყო და ფილადელფიის გაზეთში შეიძლება დაიბეჭდა წერილებიც და აი ესეთი ფოტომასალა სვანეთზე ეს არის 1926 წლის უშგული თქვენ ხედავთ იქა ეს მახში გახლავთ აი თვითონ ის ცნობილი ეს ის ეპიზოდი როდესაც Foxtrot-ს ეკლავენ ესე იგი უილიამი და მერიონ დღიურებში თუ გახსოვს ზურა დღიურებში უილიამ ვასერმანი წერს რომ ამ არაჩვეულებრივი ხალხისთვის მე ვიყავი ყველაზე მეტად ამორალური ადამიანი ამ მომენტში, რადგან ქალი ასე ახლოს ყავდა ჩემს ხალხთან შეხებაც ეკვის დრო ჩვენ ნახეთ ფილმში როგორც ეკვავდნენ თვითონ სვანები ასე ვთქვათ და ეს იყო მათთვის რა თქმა უნდა შოკის მომგვრელი რამ როდესაც ქალი ეხუთება შაქრო შანსიაშვილი აი ბატონი შაქრო არის ეს მახშვის სკამი გახლავთ ეს უძველესი ქართული ხატები რომლებიც მათ იქ ნახეს და აღწერს იგი თუ რა სათუთად ინახავდნენ ამ სიძველეებს სვანები უარეკარებდნენ არავის. Ну ეს ძირითადი ადგილი ასე ვთქვათ უკავია ამ გაზეთზე ასე ვთქვათ სვანეთს, მაგრამ ქვემოთ პატარა ფოტოა ცნობილი ამ შესანიშნავი ამერიკელი მწერლის მაშინ განსაკუთრებით ძალიან ესეთი იყო შერვუდ ანდერსონის ფოტოა რაღაც პატარა მასალა მასეც. აი ესეთი მასალა გამოქვეყნდა სვანეთზე 1926 წლის სვანეთზე ფილადელფიის მთავარ გაზეთში და აი ესეთი იყო ის ეპიზოდი, რომელიც განვითარდა 1926 წელს და აი ჩემის აზრით კიდევ იმით არის უნიკალური ეს ფირი, რომელიც ჩვენ საჩუქრად გადმოგცა მარი რიდერმა, რომ ეს არის პირველი არა ფოტო, არამედ კინომასალა ფაქტიურად გადაღებული სვანეთში 1926 წელს. მანამდე ვიცი რომ იყო ფოტო, მოგზაურები იყვნენ დასავლეთიდან. ყველა ცნობილი იყო ვიტორიო სელა, იტალიელი ფოტოგრაფი. ფოტოები არაჩვეულებრივი ფოტოები აქვს.
და ეს კიდევ არის თუ არ ვცდები ერთადერთი ვიდეო და კინომასალა გადაღებული 20-იან წლებში. კი, ეს ყველაზე ადრინდელია. არის 1929 წლის მასალა. ეს გახლავთ უილიამ ფილდი იყო ასეთი. მე მისი არქივი ნანახი მაქვს ვისკონსინის უნივერსიტეტში 1994 წელს. ეხლა მახსოვს ჩემთან ერთად იყო მაშინ იყო მე მაშინ მუშაობდი ვისკონსინის უნივერსიტეტში და იქ ცხოვრობდა მაშინ მუშაობდა ნინო ყიფშიძე და ჩვენ ერთად ნახეთ ეს მასალა გასაოცარი ფოტოებია მაგრამ ეს 3 წლის შემდგომი მასალა მე ვიცი რომ ეს მასალა შემდეგ სხვა ქართველებმაც ნახეს და ძალიან გამიხარდა ამას წინათ ერთ ჟურნალში დაბეჭდილი იყო ეს ფოტოები და ასე ვთქვათ კარგია რომ პატრონი გამოუჩნდა ამ არქივს საქართველოდან ჩემი აზრით უნიკალურია ნამდვილად ეს ბაშკარად უნიკალური ფილმია იცით ძალიან საინტერესო იქნება ისტორიკოსებისთვის ეთნოგრაფებისთვის ფასდაუდებელია ჯერ ის ცეკვა თვითონ იცით ჩემი თვალისთვისაც რაღაცა უჩვეულო იყო მე ცოტა სხვანაირი მომეჩვენა მეც და თვითონ მარი მეუბნებოდა რიდერი როცა ერთად ვუყურეთ ამას გაოცებული იყო რა ლამაზათაცია და როგორ მდიდრულათო აი ამ თებში მართლა ეს ჩოხები ძალიან კარგად შეკერილი და ბევრი ნაჭერია დახარჯული ხო სერიოზული ეს ტექნოლოგიებია გაპანჭულები არიან და როგორ მაგრამ მამაკაცები ძირითადად ქალები სამწუხაროდ ქალებიც არა უშავს ხო ნუ ყოველ შემთხვევაში უჯგულში იცით აი თანაც იმითაც არის ჩემი აზრით მნიშვნელოვანი რომ ეს არის პირველი ამერიკელი ტურისტების ასე ვთქვა მოგზაურების ჩვენ ეს მასალა შეიძლება გამოყენებადი იქნას მომავალი ამერიკელი ტურისტების მოსაზიდად აუცილებლად მე ვფიქრობ რომ უნიკალურია ასევე კინოინდუსტრიისთვის დარწმუნებული ვარ რომ არაჩვეულებრივი კინოსცენარის და მხატვრული ფილმის სათავგადასავლო მხატვრული ფილმის გადაღება შეიძლება ეგზოტიკური მხატვრული ფილმის და მე უკვე შერჩეული მყავს ფილმის სცენარის ავტორი შენი სახით ჩემს დიდი მადლობა მე მაინც ლიტერატურის ძალიან კარგი სცენარი გამოვიდოდა. უსულს მასალა საოცარია მართლა. მასალა მართლა ჩემი აზრით უნიკალური მასალაა და იცით ძალიან მიხარია მე იმედი მაქვს რომ ტელევიზიაში კვლავ დაცულია ის არქივი რომლის შესახებაც მე ჩემი მეგობრების გამსმენია და ძალიან მიხარია რომ ეს ფილმიც მიემატება იმ არქივს. დიდი მადლობა შენ იმისათვის რომ ასე ვთქვათ ასეთი საინტერესო ფილმი შემატე არქივს. ეხლა მე მინდა შევეხო იმ ეპიზოდს, რომელიც გამართავს 3 წლის წინ, როდესაც უილიამ და მერიონ ვასერმანების შვილები ჩამოვიდნენ საქართველოში. იცი ზურა, როცა მარიმ ასეთი საჩუქარი გაუკეთა საქართველოს აჩუქა ეს ფირი, მადლიერების გამოხატვა სხვანაირად ჩვენ არ შეგვეძლო, რა თქმა უნდა, მოვიწვიეთ საქართველოში. ანუ მარი რიდერი, ქალიშვილი და ვაჟი. მოვიწვიეთ, არა ეს ვაჟი უკვე თავისი მე არც კი ვიცოდი, რომ ძმა ყავდა მარის. უილიამ ვასერმანი ხო? ძმა, ისიც უილიამ ვასერმანი, არაჩვეულებრივი ადამიანი, რომელმაც იცით მარი ჯერ ერთი დიდი სიხარულით დათანხმდა საქართველოში ჩამოსვლაზე, მაგრამ თანაც მთხოვა რომ თუ იქნება შესაძლებელი წამეყვანა სვანეთში და ენახა თავისი თვალით ის ადგილი, სადაც მისმა დედამ და მამამ იმოგზაურეს. ეს უკვე 2003 წელია. 2003 წელია კი და მაშინ ჩვენ ერთად თანამშრომლობდით იმ პერიოდში და მაშინ მახსოვს ჩვენ სწორედ ასევე დაგვეხმარნენ ჩვენი მეგობრები. მეგობრები ამაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ნავთობკორპორაციამ მას მაშინ. ნავთობკორპორაციამ ძალიან დიდი მონაწილეობა ასევე საზღვრების დაცვის დეპარტამენტი. საოცარი მოგზაურობა გამოვიდა, ჩვენ რაღაც მასალები გვაქვს ამაზეც. და მართლა ძალიან ემოციურად ძალიან დამუხტული ეპიზოდი იყო, როცა ისინი შევიდნენ უჯგულში, როგორც მერი რიდერი და უილიამ ვასერმანი და ერთი კაი ეპიზოდია უილიამ ვასერმანი მობილურით დაურეკა უჯგული და ლამარიას ეკლესიის გვერდზე დგას და урეკავს ამერიკაში შვილებს, თავის შვილებს, ან იმათ შვილებს. ანუ უილიამ და მერი ვასერმანის შვილებს. მე მახსოვს კიდევ თვითონ სვანების რეაქცია. აი ამ გაზეთის კოპიო გავაკეთეთ და თუ გახსოვს ურა წავიღეთ ჩვენ ეს სვანეთში და როდესაც იქ ხალხი შეგროვდა და დაგვხდნენ ასევე ვაჩვენეთ ეს ვაჩუქეთ ეს და იცით ისეთი ინტერესი იყო ჩვენ იმედი გქონდა რომ ვინმე იცნობდა თავის წინაპარს და იცნეს კიდევაც ალბათ სამწუხაროდ ჩვენი საერთო იწურებათ ამრიკო იმიტომ რომ ეს მართლა უზარმაზარი სასაუბრო თემა მაშინ როგორც თქვი მართლა ჯობია ამაზე რაღაც ამ ფილმი გაკეთდეს აუცილებლად მე ამის დიდი იმედი მაქვს ჩემთვის ეს უპირველეს ყოვლისა არის ერთ-ერთი ძალიან ლამაზი ეპიზოდი ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში აუცილებლად ეს იყო პირველი ასე ვთქვათ ესე ვიზავი დაახლოება მე-20 საუკუნეში ყოველ შემთხვევაში
ქართველებისა და ამერიკელებისა, ესე თან სად მოხდა ეს უჯგულში, ეს ყველაზე ესეთ მაგიური ეგზოტიკურ, რა, ყველაზე აი, მაგიურ და ნამდვილად მისტიკურ ადგილას მაგიური მართლა, ადგილი. საოცარი ადგილია. თვითონ ეს მოსახლეობა როგორ გვხვდებოდა ძალიან დიდი საოცარი სიყვარული ხალხის. სიმპათიები და მე მინდა რომ აი ესეთი ეპიზოდები ყოფილიყოს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში, აი სიყვარულით, ინტრიგით, ნამდვილად. ურთიერთხარში დგომით და დახმარებით და ასე შემდეგ და მომავალშიც ასე ყოფილიყოს. ამის იმედით ვართ რა თქმა უნდა. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ თამრიკო რომ მოხვედი ჩვენთან, დიდი მადლობა ამ პირისათვის. სიამოვნება იყო თქვენს ჩემთვისაც გადაცემაში მონაწილეობის მიღება. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა ჩვენს ამერიკელ მეგობრებს, თელბოტებით დაწყებული გასერმანებით დამთავრებული, ვინც ასე ვთქვათ, აი ვისი წყალობისაც ჩვენ ეს ფირი ნახეთ და ჩაგვივარდა ხელში. დიდი მადლობა ჩვენს მაყურებლებს და მსმენელებს, ღამემშვიდობისა, გარგაბრძანებას.